საქმე საღამოს ვაგრძელებთ საფონდო ბირჟებზე საუბრით და განვლილი სავაჭრო სესიის შეჯამებით უნდა დავიწყოთ, რომელიც დიდად გამორჩეული და საინტერესო არ ყოფილა, რადგანაც ძირითადი ინდექსების შეფასება ფაქტობრივად არ შეცვლილა. დღევანდელი სავაჭრო სესია შედარებით უფრო პოზიტიურ ნოტაზე მიმდინარეობს და როგორც ხედავთ, S&P 500 შემთხვევაში გვაქვს მცირე დამატება და ეს არის პლუს 0.17%. Dow Jones-ის ინდექსთანაც ასევე პოზიტიური დინამიკა შეინიშნება 0.19%-იანი ზრდა ფიქსირდება, ხოლო NASDAQ-ის შემთხვევაში მატების მაჩვენებელი არის პლუს 0.36%, ანუ საერთო ჯამში ინვესტორების განწყობა ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში არის საკმაოდ პოზიტიური, მაგრამ აქ გასათვალისწინებელი ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი. სწორედ ახლა ამერიკისა და ჩინეთის დელეგაციებს შორის იმართება ძალიან მაღალი რანგის შეხვედრა და შეიძლება ითქვას, რომ საფონდო ბირჟის განწყობა და ზოგადად ყველაფერი, რაც დღეს მსოფლიოში ხდება, არის დამოკიდებული სწორედ ამ შეხვედრაზე. თუკი შეხვედრიდან გამოსული მხარეები იტყვიან, რომ მათ სავაჭრო შეთანხმებას უკვე მიაღწიეს და ამერიკა და ჩინეთი აპირებენ ერთმანეთისათვის რეგულაციების შეზღუდვებისა და ტარიფების მოხსნას, ეს რა თქმა უნდა გლობალურ საფონდო ბირჟაზე უკიდურესად დადებითად და პოზიტიურად აისახება, ხოლო თუკი სიახლე იქნება პირიქითი, ანუ საპირისპირო, მაშინ სავარაუდოდ მკვეთრ დაღმასვლას ვიხილავთ, ამიტომაც აი ესეთი გარდატეხის წერტილში ვიმყოფებით ამჟამად და ყველანი ველოდებით იმას თუ რა გახდება ცნობილი ლონდონიდან, სადაც იმართება ამჟერად ლიდერების შეხვედრა. აქვე უნდა ვისაუბროთ სხვა რეგიონებზეც. ევროპაში როგორც ხედავთ, ცვლილება იყო ფაქტობრივად ნული. შანხაის ინდექსი, ანუ ჩინური ინდექსი დაეცა მცირედით 0.44%, ხოლო ნიკეის შემთხვევაში მცირედ იმატება ჰქონდა და ეს იყო პლუს 0.32%. საერთო ჯამში მაინც საკმაოდ პოზიტიური განწყობა ნარჩუნდება გლობალურ საფონდო ბირჟაზე და ეს ყველაფერი როგორც გითხარით, ისევ და ისევ დამოკიდებული არის ამერიკისა და ჩინეთის მოლაპარაკებაზე. ამ ყველაფრის ფონზე აღმასვლა გვაქვს ენერგეტიკულ ბირჟაზე, სადაც ნავთობი არის გაძვირებული მიმდინარე კვირას დაახლოებით 3%, დღეს კი პლუს 1% გვაქვს, ანუ ბრენტის ღირებულება უკვე $67.5 შეადგენს, ხოლო WTI უკვე $66 ნიშნულსაც კი უახლოვდება. ასევე არის გაძვირებული რუსული ნავთობი, რომელიც $72 არის ბირჟაზე ხელმისაწვდომი, როგორც ხედავთ, მატება აქ ერთკვირიან პერიოდში გვაქვს პლუს 7%. სხვადასხვა კლება გვაქვს ბუნებრივ აირთან, რომელიც 2.5%-ით გაიაფებული და უკვე 35 ევროიან ნიშნულ 60 მეგავატი საათი ენერგიის ღირებულება. ასევე მცირედ კორექციას ხედავთ ოქროსთანაც, მისი ფასი დაეცა ძალიან მცირედით $2 და ამჟამად უნცია მეტალის ფასი შეადგენს $3,323. ეს არის, როგორც ხედავთ, ერთ წლიან პერიოდში 43.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელი. უნდა ვისაუბროთ კრიპტოინდუსტრიაზეც, რომელსაც გამორჩეული შედეგები აქვს ამ ეტაპზე, როგორც ხედავთ, ბაზრის საერთო შეფასება შეადგენს $750 მილიარდ. ბიტკოინის ფასი ამჟამად არის $9,000, თუმცა რამდენიმე საათის წინ ის $100,000-იან ნიშნულსაც კი აჭარბებდა და შეიძლება მიმდინარე კვირის ბოლომდე ახალი რეკორდიც კი ვიხილოთ. ამის ფონზე ეთერიუმის ფასი $2,700 ფარგლებშია, ხოლო დღეს მისი ფასი რამდენიმე საათის განმავლობაში $2,900-იან ნიშნულსაც კი აღწევდა. ამის ფონზე კაპიტალიზაცია ეთერიუმისა გვაქვს 731 მილიარდი, ბიტკოინის შემთხვევაში კი 2.168 მილიარდი დოლარი და შეიძლება ითქვას, რომ კრიპტობირჟაც მოლოდინშია იმისა თუ რა გახდება ლონდონიდან ცნობილი. აქ უნდა ვისაუბროთ ალბათ ლონდონის საფონდო ბირჟაზე, სადაც ქართული კომპანიები არიან წარმოდგენილნი. დავიწყოთ საქართველოს ბანკით, რომელსაც დღეს ცოტა არ იყოს და ნეგატიური შედეგი ჰქონდა და დაფიქსირდა 3%-იანი კლება. TBC-ის დამემართებითაც ასევე კლება გვაქვს და კორექციის მაჩვენებელი არის 1.22%, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში მაინც TBC-საც და საქართველოს ბანკსაც შესანიშნავი შედეგები აქვთ. აქვე უნდა ვისაუბროთ ჩვენზე ევროვალუტაზეც, რომლის გასვლით კურსით, როგორც ხედავთ, დოლართან მიმართებით შეადგენს უკვე 2.73, ანუ ლარი არის აქ გამყარებული. ევროს კურსი გვაქვს 3.11, ხოლო სტერლინგის გასვლით კურსი არის 3.68 და ბოლოს აქვე 2.10 ვთქვათ, ლარში ინვესტირების შესაძლებლობაზეც, რომელსაც ვთავაზობ ჩვენ Foresight Investment Group-ი. ეს არის Foresight-ის ლარში ფონდი, რომელიც საშუალებას გაძლევთ განათავსოთ ფონდში და მიიღოთ ფინანსური სარგებლობა, რომლის მოცულობაც წლიურად საშუალო სტანდარტულად შეადგენს 8.91%, ხოლო ანგარიზე 50,000 ლარზე მეტის ფონდის შემთხვევაში სარგებლის მოცულობა აღწევს 10%. ეს არის წლიური ამონაგები, რომელიც გაირცხებათ ყოველდღიურ ფორმატში, ხოლო მიღებული სარგებლის გატანა მის მოცულობის გაზრდა ან შემცირება თქვენ ყოველდღიურად შეგიძლიათ შეზღუდების. გარშე Foresight Investment Group-ი კი არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული საინვესტიციო კომპანია.